კრიზისები ვახსენეთ. დავიწყოთ კრიზისით, რომელიც ყველა ადამიანის და ცხოვრებაში აუცილებლად და აუცილებელი წესით დადგება. ხო, აი პირადი გამოცდილებით ვფიქრობ, კრიზისები საჭიროა. იმიტომ რომ ხშირად ამ შემთხვევაში ხდება ადამიანის გარდატეხა მენტალურად. სანამ კრიზისი დადგება, თითქოს ავტომატურად ვცხოვრობთ და აი კონკრეტულ სიტუაციაში, როცა აი არც იქეთ ვართ და არც აქეთ უკვე ვიწყებთ ფიქრს იმაზე თუ ვინ ვართ სინამდვილეში, რატომ მოვედით, რატო შეგვემთხვა ის, რაც შეგვემთხვა და გვინდა რაღაცების შეცვლა, იმ რაღაცების შეცვლა, რაც არ მოგწონს და ეს ფიქრი მიგვიყვანს ჩვენი პიროვნების აღქმამდე და ამ ძიებაში შეიძლება მივაგნოთ ისეთ გასაღებს, რომელიც არა მარტო საკუთარ თავს მისცემს შვებას, არამედ სხვა ადამიანებს და მე ასეთი შემთხვევის მაგალითი ვარ. მქონდა ესეთი კრიზისი და ვიპოვე ძალიან კარგი გასაღები, რომელიც დღეს ათეულობით და ასეულობით ადამიანს ეხმარება. შექმნით თქვენი სისტემა, რას გულისხმობს ეს ყველაფერი და როგორ ეხმარებით სხვებს საინტერესოა? დიახ, მე შევქმენი ონლაინ პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ვატარებ კურსებს თვითგანვითარებისთვის. სისტემა შევქმენი საკუთარი გამოცდილებით, ის ტექნიკები, ფსიქოთერაპიული სავარჯიშოები, ტვინის ვარჯიშები, რომელიც დამეხმარა. თქვენ თავზე ჯერ ყველაფერი მოიგეთ, გამოსცადეთ და შემდეგ ეს ყველაფერი ჩამოაყალიბეთ, ასე? კი, გამოვცადე, ძალიან ბევრი რაღაც გამოვცადე და აქედან რამდენიმე იყო, რაც მომერგო და მომეწონა, რამდენიმე იყო, რომ საერთოდ არ იყო ჩემი, სხვისთვის შეიძლება ძალიან კარგი იყოს, მაგრამ მე რაც მომეწონა და რამაც ჩემზე იმუშავა, ეს ყველა ასე ალკინზე მარგალიტებად და შევქმენი სისტემა. და დღეს მე ამ სისტემით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. თითქოს ჩემი შვილია რაღაც ესე გძნობ თავს და ხავთ უამრავი მომხმარებლები, რომლებიც ძალიან კმაყოფილები არიან და მართლაც მუშაობს ის ყველაფერი, რაც თქვენ გააკეთეთ და ეს ყველაფერი კავშირშია ტვინთან, ხო? ანუ გამოდის, რომ ჩვენ ტვინის გაწვრთნაც შეგვიძლია? გაწვრთნა შეგვიძლია, ეს ერთი და მეორე აუცილებელია. სამწუხაროდ ამას არ გვასწავლიან, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ძლიერი მექანიზმი, რომლის მართვაც უნდა ვისწავლოთ და თუ სადმე ცხოვრებაში ამ ინფორმაციას გავიგებთ, რომ ამის მართვა შესაძლებელია, მაშინ აუცილებლად უნდა ჩავეძიოთ ამას და ვისწავლოთ როგორ მართოთ ის. გამომდინარე იქედან, რომ სადაც არის ჩვენი ყურადღება, იქ არის ენერგია და იმ ყველაფერს ვიზიდავთ და ვიცით, რომ სამყაროში ყველაფერი ვიბრირებს სხვადასხვა სიხშირეზე, თუ ვისწავლეთ ტვინის მომართვას სწორ ვიბრაციებზე. უფრო ზუსტად რო ვთქვათ, სწორი ვიბრაცია კი არა, ისეთ ვიბრაცია, რომელიც ჩვენთვის არის სწორი. იმიტომ რომ გამომდინარე ადამიანიდან ყოველს განსხვავებული რაღაცა ჭეშმარიტება აქვს, ხო? ყველა განსხვავებულად ხედავს საკუთარ ბედნიერებას და თუ ვიცი მე რა არის ჩემთვის ბედნიერება და როგორი ცხოვრება მინდა მქონდეს, თუ ეს სურათი მაქვს მკაფიო, შემდეგ ამ სურათის მიხედვით მომართავ ჩემს ვიბრაციებს და ვიმუშავებ ამაზე. მაშინ ის რეალობა ჩემს ცხოვრებაში მოვა. და ეს არ არის ილუზია, ეს არ არის ფანტასტიკა, ეს არის შესაძლებელი და ამაზე უკვე მეცნიერებიც საუბრობენ და ამაზე თანხმდებიან მეცნიერები. თუმცა, აი ის ვთქვათ ის პირველი სიგნალი, განგაშის ზარი, ქალში, მამაკაცში არა აქვს მნიშვნელობა. აი როცა აი მე მჭირდება დახმარება, მე მჭირდება რაღაც სხვა, რაც ვთქვათ ამომიყვანს აი ამ კრიზისიდან. ეს სიგნალები რა არის? როდის ჩნდება? ხო, როდის ჩნდება? ალბათ, როდესაც რაღაც აპათიურ მდგომარეობაში ხარ, როდესაც აღარ მოგწონს ის ცხოვრება, რომელიც გაქვს. ან სოციალურ ქსელში ხედავ სხვა ადამიანის ცხოვრებას და ვფიქრობ, აუ რა კარგია, მეც მინდა ასეთი ცხოვრება, მე რატომ არ მაქვს ეს ცხოვრება? მე ხომ, რა ვიცი, სწორად ვიცხოვრე, ვიმუშავე, ვისწავლე, რაღაცა ნაბიჯები გადავდგვი, რომ სრულყოფილი ცხოვრება მქონოდა და არ მაქვს ის, რაც მინდა რომ მქონდეს და როცა მიხვდები რომ მეტს იმსახურებ, მეტი შეგიძლია, მეტი პოტენციალი არის შენში და ყველაში არის ეს პოტენციალი, მაშინ უნდა მიხვდე რომ რაღაცა არასწორი გზით მიდიხარ. არასწორი გზით კი არ მიდიხარ, არასწორი ფიქრებით ცხოვრობ და უნდა ისწავლო ამ ფიქრების მართვა და არა პირიქით. ფიქრებმა არ უნდა გმართო შენ. თუმცა როდესაც საერთო სიტუაციაში ადამიანი რაღაცა სულიერად დაცემულია, ყოველ განადგურებული, ამ შემთხვევაში არის თუ არა ვთქვათ რაღაცა ერთი ნაბიჯი, ვინმე გეხმარება ამ დროს, გიბიძგებს რაღაცა. აი, ურეკავთ ნირის. გასაგებია, მაგრამ ბევრისთვის წარმოუდგენელია აი ის ნაბიჯი, რომელიც ამ გზისკენ წაიყვანს. როგორ ხდება ამ ნაბიჯის გადადგმა? საბედნიეროდ გვაქვს სოციალური სივრცე და ძალიან ბევრი მსგავსი კურსებია ინტერნეტში და შეიძლება სკროლვისაც კი სკროლვის დროსაც კი გადააწყდე ასეთ
პლატფორმებს, რომლებიც ცდილობენ ადამიანებს დაეხმაროთ. მე ყველას უჭერ მხარს. აი, ყველა ვუცხადებ თანადგომას, ვინც ცდილობს ადამიანებს დაეხმაროს. იმიტომ რომ ეს არის ძალიან კეთილშობილი საქმე და ყველა გაკეთებული სიკეთე არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით აკეთებ შენ იოგას ასწავლი, მედიტაციებს ასწავლი თუ ტვინის ვარჯიშებს. აი როგორ ვავარჯიშოთ ტვინი. ძალიან ცოტა დრო გვაქვს სამწუხაროდ აი დილის გადაცემაში და სწრაფად გვიწევს ხოლმე თემიდან თემაზე გადასვლა და ძირითადი აქცენტი ახლა გვინდა გავაკეთოთ ამ ტვინის ვარჯიშებს თუ შემოგთავაზებ ჩვენც რაიმე პატარა. ხო, აი ეს უნივერსალური ვარჯიში შეიძლება შემოგთავაზოთ ისეთი ძალიან მარტივი, რომელსაც ყველა ადამიანი შეძლებს შეასრულოს, ბავშვებსაც კი შეუძლიათ ეს ავარჯიშო შეასრულონ. უბრალოდ გჭირდება ერთი ოთახი, სადაც არავინ შეგვაწუხებს. დაახლოებით 15 წუთიდან 20 წუთამდე უნდა დავსხდეთ კომფორტულად, მივაყრდნოთ ზურგის აზურგეს, დავხუჭოთ თვალები და ყურადღება შევაბრუნოთ შიგნით სხეულში და დავასკანეროთ ჩვენი შინაგანი ორგანოები, ჩვენი სხეული, თქვათ, სად გვაქვს გული, სად გვაქვს, ხო, აი, ხო, ჩვენი ყურადღება ხო მუდმივად გარეთ ტრიალებს და მოდი აბა ერთხელ ვცადოთ და შიგნით რა ხდება ვნახოთ. ვუსმინოთ ამ ჩვენს სხეულს. თელს სხეულში შევიდეთ, კანში შევიდეთ, თვალებში, ყურებში, ყველგან შევიდეთ და დავუთმოთ ამას დღეში 15 წუთი. მინიმუმ ერთი თვე თუ დააპრაქტიკებს ვინმე, დამერწმუნეთ, გამიხსენებს და მადლობას მეტყვის. პირველი რაც გამახსენდა 15 წუთი მარტო ოთახში მიყნობილი და თვალები დახჭული ჩამეძინება. იმიტომ რომ დაღლილი ხარ და ეს არის ერთგვარი თერაპიაც კი. თუმცა თერაპიები ახსენეთ და არ შემიძლია არ აღვნიშნო მაყურებლისთვისაც სიკეთეც ახსენეთ, რომელსაც თქვენ უზიარებთ გარშემო ადამიანებს, თქვენი YouTube არხი შეგიძლიათ გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს, ასევე ისახსენებთ რომ უფასოდ არის ეს ყველაფერი და ხელმისაწვდომია ნებისმიერ მსურველისთვის. თუ თქვენ ახლა ფიქრობთ რომ თქვენ გჭირდებათ დახმარება, ცოტათი ბიძგი იმისკენ რომ უფრო უკეთ იგრძნოთ თავი, თქვენი მენტალური ჯანმრთელობა გამოსწორდეს, ბუნებრივია ვარჯიშებიც იქნება და სხვა ძალიან ბევრი საინტერესო რამ. კი, გაგიზიარებთ ჩემს YouTube არხს, რომელსაც იპოვით ასე მენტალური ზრდის აკადემია. არხი ახალია, მაგრამ უკვე გვაქვს რამდენიმე ვიდეო, რომელიც არის შემეცნებითი ასევე და ამ ვიდეოებში გიზიარებთ საკუთარ ფილოსოფიას, მსოფლმხედველობას, არა მხოლოდ საკუთარ სხვა ცნობილი ფილოსოფოსების წერილების ნააზრევებს, ასევე სავარჯიშოებს და შეგიძლიათ ისარგებლოთ, გამოგვიწეროთ. ნინი, საინტერესო როგორი გამოხმაურება ადამიანებისგან. თქვენზე კარგად იმუშავა და ფაქტია რომ თქვენ ეს გაითავისეთ და ეს ვარჯიშები როგორ მოქმედებს იმ ადამიანებში და როგორ გეხმაურებიან. სულ ვამბობ ასეთ რაღაცას, თუ დამიჯერებ და მომხვები, საკუთარ თავს ვერ იცნობ. ყველას ამას ვპირდები და ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ალბათ დამეთანხმებით, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა ეს ჩემი სისტემა და ვინც მართლა ასრულებს იმ ინსტრუქციებს, რომელსაც ვაძლევთ სწავლების პროცესში, ყველას აქვს ძალიან კარგი შედეგი. ხო, აი ეს 15 წუთიანი პრინციპში თერაპია ერთგვარი ჩვენს სხეულში მოგზაურობის ძალიან მომწონს და ხშირად მივმართავ ხოლმე, თუმცა რა თქმა უნდა ეს პირველ ჯერზე ალბათ ძალიან რთულია ადამიანმა გააკეთოს. ანუ არის რაიმე ისეთი თქვათ პრაქტიკული, რაც შეიძლება რომ ჩვენს მაყურებელს ეკრანიდან შევთავაზოთ. პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ დაჯდომა და სხეულის დამორჩილება. ეს არის ყველაზე რთული, იმიტომ რომ როცა დაჯდები და ჩუმდება ყველაფერი, გახსენდება რომ რაღაც ტანსაცმელი ვერ გაქვს კარგად, უცებ თავი მოგეკავება, ყველაფერი ეს იჩენს თავს და ეს 15 წუთი, რომელიც გაქვს საკუთარ თავთან, უნდა მიეჩვიო შენი სხეულის მართვას. 1-7 დღე სჭირდება ამ ამბავს. 7 დღე. ხო, ანუ 7 დღე რაღაცა საკრალური ციფრია, არა მარტო ზოგადად სამყაროში, არამედ ჩვენი სხეულისთვისაც ასე გამოდის. დიახ, შვიდეულის კანონის მიხედვით არსებობს 7 დღე, რომ და ამ 7 დღის გამეორებით ცნობიერი გონება იმახსოვრებს მიწოდებულ ინფორმაციას, ქმედებას და გადააქვს ქვეცნობიერში. და 7 დღის შემდეგ ეს უკვე შენახული ინფორმაციაა. ამიტომ ჩვენ თუ 7 დღის განმავლობაში შევეცდებით უბრალოდ დავაძალოთ თავს ძალა და ვიმოგზაუროთ ჩვენ სხეულში 7 დღის შემდეგ უფრო მარტივი იქნება ამის შესრულება, ხო? მაგრამ სანამ მოგზაურობას დავიწყებთ, აი ეს პირველი 7 დღე უბრალოდ გავჩერდეთ. უბრალოდ სხეული დავიმორჩილოთ, არ არის აუცილებელი პირდაპირ გადახვიდეს სხეულის სკანირებაზე. პირველი ნაბიჯი ალბათ უფრო იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ სხეულის გაჩერება. ანუ რო არ ვიმოძრაოთ ის 15 წუთი, ვმართოთ ეს ჩვენი ფიზიკური სხეული, რაც საკმაოდ რთულია. რაზე ვფიქრობთ ამ დროს, როგორ ვაკეთებთ, აი რა გონება სად მიდის?
გონებას ვაძლევთ ხეტიალის უფლებას და გავაცნობიერებთ იმას, რომ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ფიქრი შემოდის და ძალიან ბევრი ნეგატიური თუ პოზიტიური აზრი გსტუმრობს. ამ ყველაფერს შევხედავთ. მიხვდებით, რომ ეს დარწმუნებული ვარ, ქალების და კაცების ფიქრები განსხვავდება და ალბათ მამაკაცებს უფრო გავაადვილდებათ ეს, იმიტომ რომ ჩვენი ფიქრი ყოველთვის რაღაცას რო ვაკეთებთ, ხან იმაზე ფიქრობ, ხან ამაზე ფიქრობ, რაღაცა უფრო დატვირთული მგონია ხალის აზროვნება და უფრო ბევრ რაღაცაზე ვფიქრობ. აქვთ, მე ვფიქრობ საქმე, თუმცა ეს თემა ეხა ძალიან შორს წაგვიყვანს. ბუნებრივია ჩვენ დავასრულოთ უნდა ჩვენი გადაცემა, თუმცა ბოლო კითხვასაც დაგისვევთ, ნინი, როგორია გამოხმაურებები და როგორია შედეგები ადამიანები, რომლებიც მოგმართავენ საბოლოო ჯამში, იკურნებიან ჭყალებში, რომ ვთქვათ. სასიამოვნოა ის, რომ ყველა ვინც გაიარა ეს კურსი და დაასრულა მოკლედ ჩვენ სისტემაზე მუშაობა, ყველა არის კმაყოფილი. და დღემდე გვინარჩუნდება ძალიან თბილი მეგობრული ურთიერთობები. რაღაცნაირი სინერგია იქნება ჩვენ შორის და აი თითქოს ოჯახური გარემოც კი არის. აი უზიარებთ ერთმანეთს საკუთარ ფიქრებს, განცდებს, ემოციებს და რა თქმა უნდა შედეგებს და ეს შედეგები ძალიან პოზიტიურია. ძალიან პოზიტიურია, ეს თქვენ ენერგიაზეც გეტყობა. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან სტუმრად. მართალია ცოტა დროში რამენაირად მოვახერხეთ, ეს ინფორმაცია თქვენამდე მოგვეტანა, თუმცა თუ დაინტერესდით და ნინის შესახებ უფრო მეტი გაინტერესებთ, კვირას 11 საათზე ანა შამილაძის გადაცემაში ყავა ბათუმურად, სწორედ ნინი იქნება მისი სტუმარი და უფრო ვრცლად შეიტყობთ ზოგადად აი ამ პროგრამის, აი ამ ტექნიკის შესახებ და თავად ნინის შესახებაც ბევრ დეტალებს შეიტყობთ. ასე რომ დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ნინი ქარჩავა, მენტალური ზრდის მენტორი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით მომავალ ბავშვებთან. ნახვამდის.